drums. ყველაფერი ქუჩიდან იწყება. ცეკვა, რომელიც არანაირ წესებს არ ემორჩილება. The Mess საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული dance კოლექტივია. You think about it. Sometimes people. ჩვენ პროდიუსერმა ქალბატონმა გახსნა სტუდია. დავიწყე ბავშვების ასე ვთქვათ ვარჯიში და ასე შემდეგ. არც ვაპირებდი ამბიცია არ მქონდა არასდროს იმაზე რომ ყოფილიყავი რაღაცა ჯგუფი მყოლოდა ძალიან მაგარი და რაც უბრალოდ მინდოდა რაღაც გამეკეთებინა ჩემთვის, ჩემი ჭია გამეხარებინა ესე რომ ვთქვა ჟარგონით. მაგრამ ნელ-ნელა უკვე ამ წლების განმავლობაში დამემატა სამი ადამიანი, ეს იყო რანგო, პინოქიო, ჰალკი. ანუ გიორგი ყოლბაია, ზუკა მექვაბიშვილი და ზურა გავთაძე. მე შემომემატა ყველასთვის საყვარელი მოცეკვავი ბარნი, ლუკას ზარქვა. ძიმეს თვითონ სიტყვა ნიშნავს არეულობას და გაიშიფრება ესე, ანუ ემი most extraordinary street system. ანუ ყველაზე ექსტრაორდინალური ქუჩის სისტემა. მართალია ჩვენ დღესდღეობით სტუდიაში ვართ, მაგრამ მის საფუძველი არის ქუჩა და საერთოდ ზოგადად ეს ცეკვა, ან მუსიკა, თუნდაც ჰიპ-ჰოპი, R&B მოდის ქუჩიდან. Underground სამყაროდან. Sensei, Rango, Barney და Pinocchio. ეს მესის ძირითადი შემადგენლობაა, თუმცა კოლექტივი არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდა მოცეკვავეს აერთიანებს. ჯგუფის პროდიუსერი ინგა ჯიქია. სწორედ მისი და ჯგუფის ლიდერის ირაკლი ფიფიას წამოწყებაა Georgia Finest. ღონისძიება, რომელსაც არც ერთი R&B-ს მოყვარული არ აკულდება. რუთი ბიჭი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ შოუს ყველა ელემენტით არიან დატვირთული ეს ადამიანები და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას მოწონს, იმიტომ რომ პუბლიკა არ მოკლებიათ რეალურად ჯერჯერობით. და ეხლა გაგვიჩნდა შანსი იმის, რომ გავიტანოთ ფარგლებს გარეთ. წელს ალბათ მაისის ბოლოს გავალთ ბაქოსკენ ჯერჯერობით. მე რაღაცა ვფიქრობ ერევანი და მე შევხედოთ სიტუაციას. აი ეს გეგმები გვაქვს. ვაკეთებთ ასევე ერთობლივ პროექტს მე და ქალბატონი ინგა ჯიქია Georgia Finest, რომელიც კეთდება დღესაც. ეს უკვე მეოთხე პროექტია, ანუ ეს წინა პროექტებისგან შედარებით ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ არავის არ ეგონა რომ რაღაც R&B ვიღაცას ან ყოველთვის ამბობდნენ რომ R&B იყო რაღაცა ცოტა დაბალი ფენის ადამიანებისთვის, მაგრამ მე ესე არ ვთვლი ყოველ შემთხვევისთვის. იმიტომ რომ R&B არის კომერცია, რომელსაც ყველას მოსწონს, ასე თუ ისე ყველა უსმენს. ბევრი მათ გამოსვლებს სტეფავთან აიგივებს. ბევრისთვის The Mess თბილისში საუკეთესო კოლექტივია. რეალურად ბიჭებისთვის ასპარეზი იმაზე გაცილებით მცირეა, ვიდრე მათი მონაცემები მოითხოვს. ის არშან იყო დაინტერესება ზუსტად ჰოლივუდიდან, იმიტომ რომ კეთდება ყოველ წელს, ანუ შტატ კალიფორნიაში ესეთი ფესტივალი, სადაც ყველა ქვეყნიდან ჩადიან მოდელი, მომღერალი, მოცეკვავე, ვინც კი რამე ნიჭით არის დაჯილდოვებული და ანახებენ და თუ საინტერესო პროდუქტი იქნება, იტოვებენ და მე ამ პროდიუსერი წავ და ასე შემდეგ. ამ პროექტის Georgia Finest-ის როგორც ბიჭების მოცეკვავების, უფრო ბიჭების დაინტერესება არის ბაქოში, ვიდრე ამ მთლიანად პროექტის. მე მესმის რატომაც ხდება ესეთი რაღაცა. ეს ამ ხუთ ადამიანს არ გვაკავშირებს ჩვენ მარტო ცეკვა და ხელოვნება. ჩვენ ვართ ანუ ბავშვობის მეგობრები, ძმაკაცები და ერთად მოვდივარ და ერთად ვისწავლეთ ის ყველაფერი, რაც ვიცით ჩვენ დღეს და რასაც ვაკეთებთ ახლა ჩვენ. ანუ ამ მეგობრობამ და ამ ცეკვამ ძალიან დაგვაკავშირა ერთმანეთთან და ზოგადად განვაგრძეთ ეს საქმე ერთად და მომავალში რა როგორ იქნება ჩვენ გულშეები. Georgia's Finest!
რაც შეეხება Georgia Finest, ეს უკანასკნელი underground R&B მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ღონისძიებაა. მესვეურები ამ შემთხვევაში რამოდენიმე ცნობილ შემსრულებელს და MC-ს აერთიანებენ. სწორედ Georgia Finest-ის მეშვეობით დაუბრუნდა სცენას კაბუ. მოსკოვიდან კი თბილის რეპერი Nine Raimi სტუმრობს. სამი თვე მომიწია იქით ყოფნა, რაღაცები მუშაობდი. ერთი-ორი ივენთი მქონდა, იქ უბრალოდ გადართული ვიყავი, უფრო სტუდიაში მუშაობდი რა, ბიჭები გავიცანი, რაღაც ძალიან კარგი ხალხი. და მუშაობდით, ძალიან ბევრი რაღაც მასალა ჩამოვიტანე ისეთი, რომელიც ვფიქრობ, რომ ხალხს მოეწონება. რუსულ ბაზარზე ცოტა ვცადეთ, იმუშავა კარგად და ვფიქრობ, ახლა საქართველოში შეიძლება იმის გატესტვა ესე ვთქვა. ჩვენ ყავს აქ MC-ები, რომლებიც ასრულებენ სიმღერებს ქართულ ენაზე, აკეთებენ underground-ს და MC ყავს ერთი, რომელიც აკეთებს, კომერციას და ინგლისურ ენაზე და რავი. ორი DJ, hip-hop-ს უკრავთ ორივე, მაგრამ განსხვავებული სტილი გვაქვს. რავი, ასე შემდეგ. განსხვავებულია მთელ თბილისში საერთოდ Finest-ი და სხვადასხვა ტუსოვკებისგან იმით განსხვავდება, რომ აი ძალიან იტენება აკაურობა და ძალიან გვიყვარს, ხო კაი, ნუ მიეც თორე არ მოისვენებს. მეც მკითხეთ რავე. ეს ადამიანები 1-2 წელია უკვე არ ვართ ამ სფეროში. ვაწვევით ასე რომ ვთქვათ, რომ განვითარდეს ეს ყველაფერი, რომ მოსული ადამიანმა ზუსტად მიყეს რისთვის მოვიდა და არა ვაიმე ვიღაც გოგოს ვეფლირტავო. Get out of your mind. Get out of your mind. Get out of your mind. Fuck that shit. Get out of your mind. 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 Fuck that shit. Get out of your mind. It's in my truck. No fucking brakes. I control like a bull out the gate. თქვენი არ ვიცით, მაგრამ Magic Mike-ებს და Step-Up-ის კოლექტივებს ისევ მესი გვირჩევნია და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის გამოსვლებს თბილისშიც დიდი სიამოვნებით დავესწრებით, კოლექტივს მსოფლიო ასპარეზზე გასვლას მთელი გულით ვუსურვებთ. აბა რა სიტყვით ერთ დღესაც ჰოლივუდურ ნამუშევარში სექსუალური მოცეკვავის როლში სენსეი Rango Barney ან Pinocchio რომ იხილოთ. Sounds cool, huh? Hey!